20 წლის ასაკში დავიწყე დაკვრა. ბაბუა ჩემი იყო პიანისტი, ბებია ჩემიც. ხელოვანების გარემოში გავიზარდე და უცხო არ ყოფილა ჩემთვის მუსიკა. აქედან გამომდინარე, მახსოვს ადრეული ასაკიდან რატომღაც ჩემი თავი არ წარმომედგინა სხვა სფეროში და ყოველთვის პიანისტობა მინდოდა. მე ვარ დეა გვერდწითელი აბაკელია. დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა აწმედი პედაგოგ მაია ბერიძესთან. ამჟამად სწავლობ თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ მუნცა ჭირაქაძის სკოლაში. მუსიკა არის ჩემთვის ერთგვარი შთაგონების წყარო, ფიქრი, აზროვნება, შეგრძნება. ზოგადად, იქ სადაც სიტყვები ზედმეტია, ყოველთვის მუსიკით შეიძლება რაღაც თქვა ადამიანმა. შარშან მივიღე მასტერკლასებში მონაწილეობა და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოხვდია ამ ფესტივალის პირველ სტიპენდიატთა შორის. წლევანდელ ფესტივალზე უკვე მონაწილე ვარ. ლექსო თორაძის სტუდენტებთან ერთად სტიპენდიატებიც მივიღებთ მონაწილეობას და მართლაც არაჩვეულებრივი ფაქტია. თორაძის სტიპენდია მომცა мотивация პროფესიული წინსვლისთვის. წელს გავემგზავრე შვეიცარიაში საერთაშორისო კონკურსზე. 20 ქვეყნიდან ამოგურჩიეს 15 მონაწილე. პირველად ვიყავი მარტო საზღვარი გარეთ თან საერთაშორისო კონკურსზე. ძალიან კარგი იყო გამოცდილებისთვის ეს ყველაფერი და სტიმულისთვის რა თქმა უნდა. მახსოვს, პატარა ვიყავი, ალბათ 6 წლის, დეიდა ჩამოწამეყვანა ბატონ ლექსოს კონცერტზე. კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თუ არ ვხვდები რა ხმენის მეორე კონცერტს უკრავდა. კონცერტის ბოლოს მახსოვს მიმიყვანეს კიდეც და ხელი ჩამოვერთვი, ძალიან კარგად მახსოვს დღემდე ეს მომენტი. ეს ფესტივალი იმით არის განსაკუთრებული, რომ თორაძეების ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, რომ ხელი შეუწყონ და დაეხმარონ ქართველ ახალგაზრდა თაობას, რაც მართლა ძალიან დასაფასებელი და სასიხარულოა ჩვენთვის.